ერთხელ, როცა ხალხის ბრბო აწყდებოდა მას, რომ ღვთის სიტყვა მოესმინათ, ის იდგა გენესარეთის ტბასთან. დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი, ხოლო ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა ნაპირს ცოტა გაშორებოდა. ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. როცა ლაპარაკი დაამთავრა, სიმონს უთხრა: შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად. სიმონმა პასუხად მიუგო: მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს. ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ. ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ კინაღამ ჩაიძირნენ. ეს რომ დაინახა სიმონ პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: გამშორდი უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ. რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზის ჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს. ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და იესომ უთხრა სიმონს: ნუ გეშინი, ამერიდან ადამიანებს დაიჭერ. მიაყენეს ნავები ნაპირს, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. იესოს დანახვაზე დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: უფალო, თუ ინებებ, შეგიძლია ჩემი განწმენდა. გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: მნებავს, განიწმიდე. და მყისვე მოშორდა კეთრი. უბრძანა მას: არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდის გამო, როგორც დაადგინა მოსემ მოწმობად მათთვის. სიტყვა უფრო და უფრო ვრცელდებოდა მის შესახებ და დიდძალი ხალხი დაყვებოდა მას, რათა მოესმინა და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან. ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა.